ახლა ჩვენ რუსეთში მივდივართ ძმაო. დაკვირველ რიგში შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ხო, მაგარი იყო. იქ ქართველებს შეხვდით. ყველაფერი დავათვალიერე და შემდეგ ჩემი პირველი ორთაბრძოლაც მოვიგეთ UFC-ში. ნამდვილი სიგიჟე იყო. შენ მაშინ საღამოს პირველ ბრძოლაში გამოხვედი. ბევრმა არ იცის ეს, იმიტომ რომ დღეს უკვე ბევრად მეტს გაქვს მიღწეული. შენ მხოლოდ ამისთვის არ გიცნობენ. ბევრად მეტი რამით ხარ ცნობილი, მაგრამ ოფიციალურად პირველი UFC-ის მებრძოლი ხარ, რომელმაც რუსეთში იბრძოლა და მოიგო. ეს საკმაოდ გიჟურია. და მე პირველი მებრძოლი ვარ, ვისაც spinning back fist-ით ნოკაუტი შეუსრულეს. ეს შენ გარტელმა გააკეთა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა მე რა. ჩვენ თავმდაბალი ხალხი ვართ. ეს უბრალოდ მოგება იყო და ამის მერე შენ არასდროს არ გიგია. ისტორიას ჯერ კიდევ წერ. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ეს დიდებულია მერა. ამდენი ბრძოლაა, რომელიც შენ გამართე. შეგვიძლია ბევრ მათგანზე ვისაუბროთ, მაგრამ მითხარი, ვინ იყო პირველი ჩემპიონი, ვისანაც იჭყობე? გონი ალდო, ხომ? დიახ, ჟოზე ალდო. შემდეგ პიტერ იანთან ვიჭყობე. შენ კარგად იცი, კარგად გახსოვს, მას ამ ბრძოლა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სატიტულო ორთაბრძოლა. ეს ჩემი ფავორიტი ჯგუფია მერა. გეტყვი, როცა უნდა გეჭყვა პიტერ იანთან, მახსოვს ჩვენი საუბარი ძალიან კარგად და ცხადად. პირველად შევნიშნე შენს ხმაში შეშფოთება ამ ჯგუფის აღებაზე, რადგან დიდი ზეზოლა იქნებოდა სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იყო თქვენს შორის. შენ არ გეშინოდა ჯგუფის, არ გეშინოდა არაფრის, არ გეშინოდა მისი უნარების, მაგრამ შენ თქვი. მახსოვს, როდესაც მეუბნებოდი, მე ვერ დამასხდები ამ ბრძოლაში. ძალიან ბევრია ის ყველაფერი, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ვერ დამასხდები, მე ეს არ შემიძლია. უკმანობდი ამ ჯგუფის მიღებაზე. აქამდე ასეთი არასოდეს მინახე ხარ. ამის შესახებ ლოგოს ვესაუბრე. ის მეუბნებოდა, არა, მერაბი იბრძოლებს, ის აიღებს ამ ბრძოლას, ის გააკეთებს იმას, რასაც ზოგადად მერაბი აკეთებს, აიღებს ამ ბრძოლას და მოიგებს მას. როგორც უკვე გითხარი ადრე, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მაგრამ ზოგიერთი ტერიტორია, მაგალითად აფხაზეთი, საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი. რუსეთს აქვს ოკუპირებული 1991 წლიდან. ასევე კიდევ ერთი ლამაზი მხარე, სამხრეთ ოსეთი. 2008 წლიდან აქვს ოკუპირებული. მხოლოდ 17 წლის ვიყავი, როცა ისინი ბომბავდნენ. ბომბავდნენ დედაქალაქს. ბევრი ქართველი დაიღუპა ამ დროს. Capital city and they kill so many Georgians and who in the war is just ყოველთვის ცუდია. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენი მეზობლები არიან, მაგრამ ჩაგვრელები. უბრალოდ ჩაგვრელები არიან. ბევრი რუსი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში. მათ კარგად ვეპყრობით, უმასპინძლდებით. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ხალხთან. პრობლემა პოლიტიკაა. პოლიტიკოსები და ეს ცუდი ხალხი, ვინც ჩვენს ქვეყანას პატივს ასცემს. რადგან რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ეს ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე სპორტი. აი მაგალითად, მარტივად რომ მაგიხსნა. თუ ეს ფეხბურთის მატჩია და მას წააგებ, არავინ იდადებს, ეს უბრალოდ თამაშია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ბრძოლაა ძმაო. განსაკუთრებით პიტერ იანთან, ის ხომ ჩაგვრელი ტიპია. ყველა ქართველი, ვისაც შევხვედრივართ, ერთმანეთზე უკეთესები არიან. თქვენ ძალიან სასიამოვნო, თბილი და მებრძოლი ხალხი ხართ. მადლობა მერაბ და ერთი სული მაქვს ვესტუმრები საქართველოს ჩემ ოჯახთან ერთად. ახლა ბრძოლა პიტერ იანთან. იცი რა, ცოტა უცნაური ტიპია. როდესაც პირველად შეხვდი, ეს იყო აბუ-დაბიში, აუზზე. ალჯოსთან ჰქონდა ბრძოლა. შემდეგ ის ჩამოვიდა აუში. მომიახლოვდა და ჭიდაობა დამიწყო. შემდეგ იცი რა მოხდა? უცებ აუში ჩხუბი დავიწყე, რაჯანდაბაა ძმაო, მის რამდენიმე მეგობარი დავინახე და გავიფიქრე, აქ რა ხდება? შემდეგ ის გაჩერდა და სიცილი დაიწყო. ძალიან უცნაური იყო, მაგრამ ის ჩაგვრელია, ჩაგვრელი ტიპია.
ეს თხელიც შენთან და ალჯოსთან ერთად ვნახე. ისე თავის სტილში მოქმედებდა. შემდეგ შენთან მოვიდა და რაღაც გითხრა. ხომ მაგახსოვს რა? მან თქვა, ის პატარა. ჩემზე ანიშნა და თქვა, რომ ის პატარა. ჩემზე ლაპარაკობდა. მეც მივედი ახლოს და ვხედავ. ის ჯერ კიდევ წონის კლების პროცესშია და მაინც ჩემზე დიდად გამოიყურება ძმაო. შემდეგ ალჯოს უთხრა, ის ნულია, ყველა მივხვდი რაზეც იყოს საუბარი. მან თქვა, რომ მე ნული ვარ და არაფერს წარმოვადგენ. მე მის დონეზეა ვარ უბრალოდ. მას ჭუბი ჰქონდა. ვიფიქრე, მე მისნაირი არ ვარ, რატო ვიყო მჭაბრელი? უბრალოდ გავიცინე და იქაურობა დავტოვე. შემდეგ ვნახე ვიდეო, როცა ის დაუმასხე და შენ მეუბნევი. ვინ არის ნული ახლა? შემდეგ მეც გავიმეორე შენი სიტყვები, ყვიროდი, ვინ არის ახლა ნული? ეს სიტყვა ძალიან პოპულარული გახდა. TikTok-იც კი გააკეთეს. ვინ არის ახლა ნული? ახლა ეს ყველაფერი სასაცილოა მერაბ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მომენტი და იქამისთვის ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რა იდოს ასწულზე. როცა შენ რაუნდზე იგებდი და ეს ცხადია, ეს ასეც გაგრძელდებოდა. ეს უარესია შენი მოწინააღმდეგეებისთვის და მისთვისაც ასე იყო. შემდეგ ვნახეთ, თუ როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი. როცა გაიმარჯვა ისეთი გრძნობა იყო, თითქოს მე ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმის გათვალისწინებით, თუ რა იდოს ასწულზე. მადლობა ამ ყველაფრისთვის. ყოველთვის სერიოზულად იღებთ ჩემს სიტყვებს. ეს მთლიანი გუნდის გამარჯვება იყო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის. ვიცი, შენ უკვე შეეხე ამ თემას, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა ვისაუბრო იანთან დაპირისპირებაზე. როდესაც მან კარიერა UFC-ში დაიწყო, რა თქმა უნდა, მის ბრძოლებს თვალს ვადევნებდი. ის ჩემ წონაშია და ჩემი პოტენციური მოწინააღმდეგეა. ამ დროს მე ვიცი, რომ ის რუსეთიდანაა. შემდეგ როცა ალჯოსთან ეხალში ვიყავი, მან ჩემი დაბულინგება სცადა. ვერ გავიგე რა უნდოდა, მას ვარსთან ჰქონდა ჭუბი, ჩემთან არა. ეს გაუგებარი იყო ძმაო. შემდეგ მან მოგებები დაიწყო და ამ დროს მე ვფიქრობ, არ მინდა მასთან ჭუბი, ის რუსეთიდანაა, თან ძალიან კარგი მებრძოლია და თუ მე მასთან დავმასხდები, მომიწევს თავი მოიკლა. იმიტომ რომ არ მინდა წავალყო ამ უხეშ მჩაგვრელ რუსთან. და ახლა აქ ვართ, UFC ბრძოლა შემომთავაზა, რა თქმა უნდა დავთავდი. ძალიან ვნერვიულობდი, ზოგჯერ გამეთოფლიანი მეგოძებოდა ამაზე ფიქრეთ. ვიტყვი რომ პიტერ იანის სანიშნავი მებრძოლია, როცა ეს ჩემპიონშიპს არ ეჭუბება, მიბრძოლებს უყურებ და მისი ბევრი რამ მომწონს, ეს შესანიშნავია. მაგრამ ის ცოტა გიჟი და მჩაგვრელია. შენ მას თავისი ადგილი მიუჩინე. მას წააგებდი ამ ბრძოლას, წაგების შანსი არ ჰქონდა. იცი და ეს იყო ის აზროვნება, რომელიც შენ შეიქმნე.